დღეიდან საგანგებო სიტუაციების სამსახური და სასწრაფო დახმარება გაერთიანდა. ორივე სამსახური ამიერიდან ერთ შენობაში განთავსდება და საერთო ხელმძღვანელი ეყოლება. თემაზე საუბარს დავით ქაშიაშვილთან ერთად განვაგრძობ. დავით, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მთავარია, როგორ უნდა დაუკავშირდეს მოსახლეობა მაშულების გაერთიანებულ სამსახურს? გიორგი, როგორც აქ ხელმძღვანელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ეს ცვლილება განაპირობა იმან, რომ უფრო მეტად ოპერატიული გახდეს ორივე სამსახური. ამიერიდან შენ უკვე ახსენე, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიც და ასევე სასწრაფო დახმარებაც გაერთიანდა და ისინი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთად ივლიან გამოძახებებზე, ანუ უფრო სწორად რომ აგიხსნათ, ნებისმიერი ზარი, რომელიც ან სახანძრო სამსახურში, ან სასწრაფო დახმარების ბრიგადაში შევა, დაფიქსირდება ორივე სამსახურში და იმ შემთხვევაში თუ სამაშველო ან სახანძრო სამსახური ან ასევე სასწრაფო დახმარება ერთ ადგილას არის ერთდროულად საჭირო, უფრო ოპერატიულად გავლენ ჯგუფები. ჯერჯერობით ნომრები დარჩება იგივე. სასწრაფო დახმარებას მოქალაქეები გამოიძახებენ 0-33 ინდექსის მეშვეობით და სახანძრო სამსახურს 0-11 ინდექსის მეშვეობით. თუმცა ეს არის დროებითი და მე გეტყვით, რომ დაახლოებით 5 თვეში ინდექსი შეიცვლება და გახდება საერთო. ეს იქნება სავარაუდოდ 112 ინდექსი. გაერთიანდა სამსახურები, მაგრამ შემოსული ზარების ნომრები, რომლებიც იყო, ის რჩება ჩვეულებრივად, როგორც სახანძრო სამაშველო მიმართულებით 0-11 იგივე იქნება ამ ეტაპზე და 0-33 სამედიცინო გამოძახება იგივე რჩება, სანამ გაერთიანი ზარების მართვის ცენტრი არ შევა ექსპლუატაციაში, სამსახური გახდება უფრო ოპერატიული. ამ ყველაფრის ერთიანი ადმინისტრირება ჩვენ ხელს შეგვიწყობს, რათა უფრო ეფექტური გავხადოთ ჩვენი მომსახურება, რომელსაც უწევთ ქალაქს და რომელსაც უწევთ ჩვენს მოსახლეობას. ახალი ნომერი სავარაუდოდ იქნება გაზაფხული და მას შემდეგ რაც უკვე ძალაში ფუნქციონირებას დაიწყებს ერთიანი კოლ-ცენტრი, ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ერთ ნომერით გამოიძახოს სახანძრო სამაშველოც და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ერთიანი მართვის ცენტრი შენდება ვაშლიჯვარის საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალზე და მას შემდეგ რაც შენობა დასრულებული იქნება, სავარაუდოდ უკვე შეიქმნება ახალი ინდექსი და სამსახურები აი ამ შენობაში გადავლენ. ამ დროისთვის გეტყვით იმას, რომ ორივე სამსახურს უკვე ყავს ერთი ხელმძღვანელი და ეს არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ამჟამად უკვე ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე, ის ორივე სამსახურს, ანუ საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც და სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც უხელმძღვანელობს.